გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ქართულ ველობლოგს. ვისაც ღამის საათებში ველოსიპედით გიულიათ, ალბათ შეამჩნევდით, რომ თუ ფანარს ოდნავზე ვითაწევთ, ამ შემთხვევაში მანქანის ძღოლებს აბრმავებთ, თუ დაბლად აწევთ, ძალიან მოკლე მანძილს გინათებთ თქვენ წინ და ფაქტიურად ვეღარაფერს ვეღარ ხედავთ გზაზე რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უზარმაზარი არჩევანია ველოფანარებისა, ეს პრობლემა არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძირითადად ჩინური უხარისხო ფანრები შემოდის, ხოლო ხარისხიანი ქარხნული, რომელიც გათვლილია საგზაო მოძრაობისთვის, ასეთი თითქმის აღარ გამოდის, მარტო ველოსიპედებისთვის კი არა, მანქანებისთვისაც დიდი პრობლემაა. ძალიან ბევრი ფანარი მქონდა, ძალიან ბევრი რამე მოვსინჯე, არაფერი არ შველოდა, ზემოთ ავწევდი, ვაბრმავებდი მძღოლებს, დავხრიდდი დაბლა, მაშინ ჩემ წინ ძალიან მოკლე დისტანციას მინათებდა. და არანაირი აზრი არ ქონდა ფანარის არსებობას. ბოლოს ავდექი და ესეთი რაღაც მოვიფიქრე. წავედი საკანცელერიო მაღაზიაში და ვიყიდე ეს პლასტმასის საქაღალდეები რო არის, ეგრეთ წოდებული პაპკას რო ეძახიან. მოვჭერი პატარა ნაწილი და დავამაგრე ფანარზე. რა მომცა ამან? ეს ქუდი რო აყენია, სინათლის სხივები ზევით აღარ მიდის და აღარ აბრმავებს შემხვედრ გზაზე მოძრავ მანქანის ძღოლებს. არც ველოსიპედისას. წინ საკმაოდ შორ მანძილზე მინათებს უკვე. ასე რომ გზის საკმარისი საფარია განათებული. აქედან გამომდინარე მეც შვიდად და უსაფრთხოდ მოძრაობ და არც არავის არ ვაწუხებ გზაზე, მიუხედავად იმისა, მძლავრი განათება მაქვს ჩართული თუ შედარებით სუსტი. თუ მოციმციმე რეჟიმია სტრობოსკოპული. დააკვირდით, ამ სინათლეს მანქანის ძღოლების არკეში ხედავენ, ანუ ველოსიპედი შესამჩნევია, საპირისპიროდ მომავალი მანქანის ძღოლებიც ხედავენ, თუმცა იმის გამო რომ აი ეს ქუდი მაქვს გაკეთებული, შუქი ზევით აღარ მიდის, თვალებში აღარ ურტყავს და აღარ აბრმავებს ძღოლებს. ძალიან მარტივია ამის მომზადება, ძალიან იაფიჯდება, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ გჭირდებათ და თუ ღამღამობით ინტენსიურად მოძრაობთ. დღეისათვის სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ, გაუზიარეთ მეგობრებსაც, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს. მე კი გემშვიდობებით და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ყველას.